მამო დაგლოცეთ. დაწალობა დაგოცოთ ბატონო. მამო ადამიანის ხშირად ეშინიათ ხოლმე სიკვდილის რა. რაც რთული, აი რატომ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის და თუ არსებობს სინამდვილეში სიკვდილი? ზოგს ეშინია, იმიტომ რომ ცოდვებშია და ფიქრობს რომ არ გამართეს, მაგრამ ზოგს იმიტომ ეშინია რომ არ ჯერა იქაური ცხოვრების დაამდროს. იქაური ცხოვრების რო დავიჯეროთ, მე როგორ ვიჯერებ? ახლა ვარ მე 93 წინა ხარი მამა ანტონის საფავიდა. მივდივართ ხოლმე ხმარება და ხშირად მოგავს მაგალითად ეს მარტოახანი გიარდება რომ თქო წმინდა ნიკოლოზ სერაფიმსაოს იან შანხაისკის სვიდანდრინ ვონდეს თქო მე ხმარება ერთი ამერიკაშია მე რუსეთშია მესამე საბერძნეთშია მეოთხე იტალიაშია თქო მე ხმარება თუ სული გვდება როგორც ამბობენ აი იქიდან მოგვინებული მანახეობა ამბობ შენა მოგვინე თანახوار არის როცა თქო და მე ხმარება მაგრამ კიდე მოყავს ისი მაგალითი რომ მე ლაბორატორია ვერ მეხმარება მამა ჩემი ბაბა ჩემი თქვენ წინება და ხმარება მაინც წმინდანები იმიტომ რომ ქართველებს უმეტესობა სამს სანტესანტებენ ცხვარი მოვავთ მაგრამ არ ცხოვრობთ ღვთისნებით არ ცხოვრობთ ღვთისნებით და მეც არ ცხოვრობ ღვთისნებით იმას უნდა გვეშინოდეს რისი არა იმისა რომ სიკვდილი არის ეგ აღარ იქნება ამას გადაწყვეტება რომ იქნები გადასვარდება ერთი მეულიში მაგრამ თუ ცოდვებში ხარ უნდა გეშინოდეს იმიტომ რომ ეს ახლა ზოგი ამბობს აი იოას მოწვევი ვარია თუ ღმერთის სიყვარული არის თუ ჯოჯოხეთი როგორ არსებობს და ამის მაგალითია სავსებს სამონებში ძველერთმანშიც რომ არის ჯოჯოხეთი და განა ჯოჯოხეთში რა ხარ თუ შენში შუბია შეძვილია ძილი არა გაქვს ნერვოზია ასე თუ გადაეცდები გადაცვალების შემდეგ რა მიდის სრეული მიდის მიწაში, სული მიდის ეცაში. და სული რა არის? ჩვენი აზრები და ფიქრები არის სული მდგომარეობა და თუ აგდები ლოთები, თუ აგდები წამლი, თუ ახარ ცოდვებში ესე იგი ეს ხო ლოთობა და ეს წამალი შეუსახება, მაგრამ შენ ხო რატო აკეთებ ამას? ან გინდა რომ ისი ამოვნო, ან იმიტომ რომ გინდა რომ წოხარებას გაექცე. მაგრამ მოგარდაეცდები ხო არ იქნება, რაც სასმელი იქნება, რაც ნარკოტიკი იქნება, რაც ეფირის კოშკი იქნება ზოგი, ესე იგი სულ უნდა რომ იაროს, ნახოს, კი კარგია თუ პირამიდას ნახავ, ეფირის კოშკს ნახავ, ახლა მოდაში ეს სიარული ევროპაში, კარგია ეს მატერიალის ნახვა, მაგრამ მოყვას ერთი მაგალითი კიდე რომ ერთი მოციქული იყო ინდუეთში და მეფეს ფული გამოართვა ბევრი დაგიბრუნება და მე დაბრუნების ის რომ მოვიდა რა ქვია დრო ამ რო გაიგო რომ მეფემ ესე იგი ამაყურებე ესე იგი რო არა აქვს ამასთან ჩასვა ციხეში რო დაესაჯა სიკვდილი და მე სიზმარში ნახავს სასახლეს ამას სასახლე და იკითხავს ვის სასახლე არისო და ესო იმის ძმა ნახავს მეფის ძმა ესო მეფეზე უთხრა ეს იმის სასახლე არისო და ეს მერე მეფე მიხვდება რომ იმას დაიბარებს იმ კაცს ვინც ემართა ამის ფული და კითხავს შენ რა გავუყავიო ჩემოსო და მე ხარიბებს და ხადაკებს დაურიგეო და ამით ესე იგი ამ მეფეს ვისი ფულიც იყო აუშენა სასახლეს ეცაში ამიტომ ყველას გირჩევთ ვინ დიდები ხართ და არა ხართ ცოტა რომ სანამ გადაეცდებით გაეცით მოწყალება მით უმეტეს ამის საშუალება გაქვთ საქართველოში სადაც ხშირად ვამბობ დედა იქა შვილი აქა ძოლი იქა ხმარი იქა ფაქტია რომ ვიღაც სანაგვეში გიგება გაეცი მოწყალება და შენ სულს გადაერჩენ იცხოვრე მოწყალებით და რაც შეეხება გარდაცვალებას, აი წირვაში მოხსენება კარგი, მაგრამ თუ ადამიანი თვითმყოფი დაამთავრა, თუ ადამიანი მონათული არა, წირვაში მოხსენება არ შეიძლება. თუ ფსიქიურად არ იყო ავად. მაშინ შეიძლება, მაგრამ სხვადასხვა შედარება მოწყალთან შეთანხმები და მე რო ახლა ის მაქვს, რა ქვია, გამოსილება წირვაში მოხსენების ადომ არ სულწივის შედარება მინდა. იმიტომ რომ ერთი ასეთი მაგალითის მაქვს წაკითხული რომ სამუდამო რო იყო მშობლები იხსენებდნენ თავის შვილს როგორც
გარდაცვლას, იმიტომ რომ მოვიდათ რომ გადაიცვალა და მე რომ დამოვიდა ეშვილი და ესე იგი როცა შეკვეთილწილებს ატარებდნენ იმის სახელზე, იმ დროს იქ შვება ეძებოდა ციხეში. ყველაფერი არის და ასევე მეორე მაგალითს მოიყვარო ერთი მოწვარი ისმისკენ იყო მიდრეკილი და სოფელმა დაწერა საჩივარი რომ მოხსენიო ეპისკოპოსს და ეპისკოპოსმა დაეძინა ბევრი მიცვალებულების სულები გამოეცხადა და თხოვენ ან ეპისკოპოსს რომ დატოვებო ეს მოწვარიო და რატომო და იმიტომ რომ ჩვენ გვსენებთ წებებშია ზოგიერთი შეიძლება გარეგულად ასვამდეს ფულს არ ითხოვდეს ნავთობაზე და ახებდნენ მაგრამ ამ კვეთას უთუნდეს 10-15 წუთსა. ის კიდე გარეგულად ცოდვა ამარცხებდა, მაგრამ 3 თუ 4 თუ 5 საათი იხსენებდა მიცვეულებს. მიცვეულებს და აქედან მე ამ მაგალითებიდან ვიცი რომ წებაში მოსენებას დიდი ძალა აქვს და ერთი სული მაქვს რომ წება ჩატარდეს როცა წევის საშუალება არის. თუ არ ითხრები როცა წებები არა დიდი მაქვს დროს. გაგეხაროთ ერთმა დაგვეცოთ. დიდი მადლობა.